დარჩა 4 ბრძოლა ამ ზონაში სოროზანიშვილი თითქია შემდეგ ბაჩუკი აბულაძე ნოდარ გიორგაძე ესე ჩავშალილი ჩემპიონია ოღონდ 66 კილოში შემდეგ გიორგი ბეროაშვილი და გოგა სიჭინავა და ნიკოლოზ ახალაური და სანდრო თათარაშვილი კლასიკური მემარჯვენე დგომია, ცოტა თუ ფაქტიურად თუ პირველმა დაიწყო შეტევოფოსოვით სოროზანიშვილმა. ორივე მხრიდან იყო დაწმები. შემდეგ თითქოს თიქია მიიწვია კუთხეში ვეტოკე. სოროზანიშვილი მაგრამ დიდი არაფერი. ამ შეტევქონდა ხა ირაკლი სოროზანიშვილს მინიმუმ ერთი გოგი მოარტყა შეიძლება მარცხენა და მარჯვენაც ის არის უფრო შეტევების დამწყები დასრულდა პირველი რაუნდი, უფრო აქტიური იყო სოროზანიშვილი, თუმცა ვიქნა თოკის თქონდა მეტი დაწყება, ეს არაფერს არ ნიშნავს. კი ბატონო, ირაკლი სოროზანიშვილი მოიგო 5 მიმსაჭთან ხობელ უგა თირქიასთან. კარგი იყო ხა ორი მარცხენა ხუკი საკმაოდ ზვავი სოროზანიშვილის უფრო გამოიკვეთა ეს უპირატესობა
სერია გავუშვა ლუკა თირქიამ და ამით ალბათ საბოლოო გამარჯვებული ფინალობა გაიგო. ეხლა თუ რაღაც ერთი დავწყოთ არ მოიგო ლუკა თირქიამ ამის ნიშნები აქამდე არ ყოფილა უტევდა დამაჯერებლად მოიგო. 5 საჭთან მოიგო სოროზანიშვილმა რაუნდი და ეხლა არ არის გამოიცხული ეს ბრძოლა ლადამდე დასრულდეს, თითქოს თავიდან თანაბრად დაიწყო, აი ესეთ წინა ბრძოლა უფრო მოულოდნელი იყო, ზუხბაიამ მოიგო პირველი რაუნდში თითქმის თანაბარი დასაწყისის შემდეგ და ეხლა ირაკლი სოროზანიშვილი იგებს მეორე რაუნდში მადამ დემსაჯის გადაწყვეტილებით. შემდეგი წვლილი იქნება ასეთი და გაიყვება სოროზანიშვილის მეთოქეებ, რინგზე გამოვლენ ბაჩუკი, აბულაძე, ფოთი და ნოდარ გიორგაძე, ესეც 66 კილოში შავშანდელი ჩემპიონი, ახალციხელი მოკრე. აბულაძე გიორგაძე, შემდეგი. და გადავდივართ შემდეგ ბრძოლაზე ამ კარგი სანახაობა. შემდეგ ირაკლი სოროზანიშვილი თბილისი და ნოდარ გიორგაძე ახალციხე. სოროზანიშვილმა გუშინ დაამარცხა მეორე რაუნდში ლუკა თირქია ხობელი და ნოდარ გიორგაძემ 5-0 მოუგო ბაჩუკი აბულაძეს პროთომოგეს. ირაკლი სოროზანიშვილი და ნოდარ გიორგაძე. მოგაცავთ თაობა აგერა ყავს, და მეორე ზუგდიდელია ამავე ზონაში გოგა სიჭინავა, რომელიც შეხვდება თბილისელ ნიკოლოზ ახალაურს. ავიცი ეს ბოლო პაუზა რითი არ გამოწვეული ჩვენ ტექნიკური დელეგატი ზურაბ ტიგულა აძლევს დირექტორების სამსაჯს მისით მონჯოვიძეს ბრძოლა მალე დაიწყება სოროზანიშვილი გიორგაძე კიდევ ერთი შავშანდელი ჩემპიონი საქართველოში და ისიც 15 წლამდელებში ნოდარ გიორგაძე ყველამ თითქმის მოიმატა წონა, რა თქმა უნდა, უმეტესობამ ერთწონით კატეგორიის ზემოთ ავიდა, თუმცა არის გამონაკლისი სადღაც გორკაზარიანი მაგალითად ჩართული იყო 66-ში და წელს არის 80 კილოგრამში. ხდება არაფერი ჩაფხუტია დასასრულებელი მოსარგები სოროზანიშვილი
პირველი რაუნდი მოიგო ნოდარ გიორგაძემ 5-ე მცაშტი. ნახევარფინალები 11 წელზე დაიწყება, 6 ბრძოლა გვექნება გოგონებში და შემდეგ 26 ბიჭებში. კიდევ თბილისელია სუროზანიშვილი ახალაური, მოგვიწევ ჯერ რაწონებიც იყო 66-მდე მოწონაში ორი კაცი ყავს თბილისის ნახევარფინალში და დანარჩენებში თითო 75-ში არ ეყოლება მხოლოდ ეს უკვე გადაწყვეტილია. ისე ზაფრი შეტევა აქ ხა მინიმუმ 2 ძლიერი დარტყმა ჰქონდა ნოდარ გიორგაძეს, მაგრამ გაუძლო, მაგრამ სისხლის დაზიანდა. ირაკლი სოროზანიშვილი დაჭირდება ექიმის დახმარება სოროზანიშვილს. ეს პირველი დაზიანება მან დარტყმის შედეგად მიიღო, ლეგალური დარტყმის თუ აღარ გამოუშვა ექიმმა, მაშინ გიორგაძე გამოცხადდება გამარჯვებულად. თუ შემთხვევით შეჯახება იყო, მაშინ გაითვლიან ქულებს და პირველი რაუნდი გიორგაძეს რა გამოუშვა ექიმმა, მოკლედ. მესამე ვარიანტი თუ არალეგალური დარტყმით მიაგნია ხა მოთხოვეს ტრაუმა და მან ლეგალ გააგრძელა ბრძოლა, მაშინ შენიშნება დისკვალიფიკაციით. ხა ჯანს ავიჩიოს ნოდარ გიორგაძე დარტყმით შედეგიანი დარტყმით დაასრულა რაუნდი. ყველაზე დახვეწილი ტექნიკა არ აქვს, მაგრამ რაც აქვს ბრძოლის უნარი აქვს, დარტყმა აქვს საკმაოდ ძლიერი. მეორე რაუნდიც მოიგო მან და შავშანდელი ჩემპიონია და მეორე ჩემპიონობისკენ მიდის. ცოტა დარჩა ნახევარფინალში გასვლამდე. კიდევ ერთი ქალაქი დაგვემატება მედალოსნების სიაში, ეს იქნება ახალციხე. ახალციხეს ეყოლება როგორც ჩანს 70 კილოგრამში ნახევარფინალისტი. გადარჩევა ბოლო ბრძოლა აქ ამ ზონაში და ამის შემდეგ კიდევ 9 შეხვედრა გოგა სიჭინავა და ნიკოლოზ ახალაური გამოვიდა მინზე ზუგდიდი თბილისი გუშინ ახალაური მეორე რაუნდში დაამარცხა სანდროს თათარაშვილი და სიჭინავა მოუგო ახალციხე გიორგი ბეროაშვილს ანარიში 5-ე. თბილისს ამ ზონაში ჯერჯერობით არყავს ნახევარფინალისტი, თუმცა ყავს კიდევ ერთი მეოთხე ფინალისტი მარაკში ნიკოლოზ ახალაური.
ამ ზონაში შეხედა ადამიანს დასრულდა, იქ რატიანმა პირველ რაუნდში მოიგო ზანგალაძეს პირველივე წამებზე და განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ტალიაშვილის ნოკაუტი ზუხაიასთან. ტალიაშვილიც შავშანდელი ჩემპიონია, როგორც შავშან ყოფილა 75-ში. მოსწავლეებში და ეხლა ასაკი მოემატა და ჩამოსულა დაბლა 70 წელში. კიდევ რამდენიმე შავშანდელი ჩემპიონი გავიხილოთ, მალევე გიგი არჩაია, ფოთელი, გიორგი გულედანი, მესტიელი. და დავით დვალი გამოიწვია შემიძლია სტაფონელი რა მოხდეს სახსოვანში მოიგოს არის ნოკაუტი ამ ზონაში ეს უკვე მოსალოდნელია ვიხილეთ კიდეც სადაზნებს გიორგა დავიცი მესამე რაუნდი ვინ მოიგო მაგრამ საკმარისი უპირატესობა ჰქონდა ნოდარ გიორგაძეს იმისათვის რომ გახდეს მესამე ნახევარფინალისტი აი ამ წონით კატეგორიაში ორივე რაუნდი მოგებული ჰქონდა ნოდარ შესაბამისად მესამე რაუნდი როგორც არ უნდა დასრულდეს იქნება 5-0 და დაგვრჩება ბოლოს შეხვედრა ამ ზონაში გოგა სიჩინავა და ნიკოლოზ ახალაური შემდეგ იქნება ის ზონა ზუსტად 75 კილოგრამი, სადაც ერთი მეოთხე ფინალი გვექნება სულ მიზეზი უკვე იცით. 5 მონაწილე იყო 75 კილოში. შესაბამისად არჩაიასა და გელა ბეგალიშვილის შორის მოგებული შეხვდება ზუგდიდელ ირაკლი ზარქოვას. და მეორე წელი იქნება 75-ში, აი მესამე რაუნდი სოროზანიშვილმა მოიგო და ჯამში გამოვიდა არა 30-27, არამედ 29-28. ხო, მოკლედ ამ 75 კილოს მიუხედავად მაშინ, როცა ესეთ შეხვედრას დასრულდება სიჭინავა ახალაური და შემდეგ გამოვა 75 კილოში. დასრულდა კი ბატონო იარაღი სოროზანიშვილმა მოიგო 5-1 ხობელ უგა თირქიასთან კარგი იყო ხა ორი მარცხენა ხუკი საკმაოდ ძლავრი სოროზანიშვილის სერია გაუშვა უკა თირქიან და ამით ალბათ საბოლოო გამარჯვებული შინაობა გაიგო ახლა თუ რაღაც ერთი დავწყეთ არ მოიგო უკა თირქიამ ამის ნიშნები აქამდე აპროფილა უტევდა დამაჯერებლად მოიგო 5-1 მოიგო სოროზანიშვილმა რაუნდი და ახლა არ არის გამოიცხული ეს ბრძოლა ბოლომდე დასრულდეს თითქოს თავიდან თანაბრად დაიწყო აი ესეთ წინა ბრძოლა უფრო მოულოდნელი იყო როცა ზუხაიამ მოიგო პირველივე რაუნდში თითქმის თანაბარი დასაწყისის შემდეგ და ეხლა ირაკლის სოროზანიშვილი იგებს მეორე რაუნდში მადამ დემსაჯის გადაწყვეტილებით. შემდეგი წვლილი იქნება ასეთი და გაიყვება სოროზანიშვილის მეტოქეები, ხა რინგზე გამოვლენ ბაჩუკი, აბულაძე, ფოთი და ამ ზონაში ჯერჯერობით არ ყავს ნახევარფინალისტი, თუმცა ყავს კიდევ ერთი მეოთხე ფინალისტი მარაკში ნიკოლოზ ახალაური. კრატიანმა პირველ რაუნდში მოიგო ზანგალაძეს პირველივე წამებზე და განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო ტალიაშვილის ნოკაუტი ზუხაიასთან.
უნდა მოხდეს სახსოვებელიშვილმა მოიგეს არის ნოკაუტი. ამ წონაში ეს უკვე მოსალოდნელია, ვიხილეთ კიდეც. საგაზლებს, გიორგაძე არ ვიცი მესამე რაუნდი ვინ მოიგო, მაგრამ საკმარისი უპირატესობა ჰქონდა ნოდარ გიორგაძეს. გორში 17 წლამდე მოკრებათა შორის საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი. მასში ქვეყნის ყველა რეგიონიდან 300-მდე ვაჟი და გოგონა მოკრებე იღებს მონაწილეობას. ფინალური შეხვედრები 5 აპრილს გაიმართება. ეს ჩემპიონატი მოგცემს საშუალებას იმისას, რომ ნაკრები დავაკომპლექტოთ და ევროპის ჩემპიონატზე წავსდგეთ. ეს გაიმართება ოქტომბრის თვეში და ყველა მონაწილეს უსურვებ წარმატებას და ვიმედოვნებ, რომ ხილსეულად წარადგენენ ჩვენ ქვეყანას ჩვენი მოკრებეები. ქალაქ გორში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა ჭაბუკ მოკრებეთა შორის. 300 მონაწილე ყავს, მათ შორის არიან გოგონებიც. სასიხარულოა, რომ საქართველოში ქალთა ნაკრებმა უკვე საკმაოდ მოიკიდა ფეხი. ვიწყებთ 52 კილოგრამით, ასენ პირველად წარდგებიან ამ ჩემპიონატზე, 4 მონაწილეა. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატები იწყება 56 კილოდან, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც 14-15-16 წლის ბავშვები, რომლებსაც ამ წონამდე არ მიუღწევიათ, ამიტომ მათთვის იმართება ხოლმე ცალკე ტურნირი, საქართველოს ჩემპიონატია ჩვეულებრივი 52 კილოგრამი. აქ არის 4 მონაწილე, თორნიკე სიმონიშვილი, შეხვდება გიორგი გურგენიძეს და გიორგი კენკებაშვილი შეხვდება გიორგი ტყაბლაძეს. ამ 4-დან შავშან 2 არის საქართველოს შავშანდელი ჩემპიონი, რომ ბიჭებში ქვედა ასაკობრივ კატეგორიაში, ესენი არიან თორნიკე სიმონიშვილი და გიორგი ტყაბლაძე. ტყაბლაძე მოიგო შავშან აი ბიჭებში 36 კილოგრამი, თორნიკე სიმონიშვილმა 40 და ერთიც არის შავშანდელი ჩემპიონატის ფინალისტი. გიორგი კენკებაშვილი, გურჯაანელი. ის იყო 36 კილოგრამში და ამ 4-დან ერთი თორნიკე სიმონიშვილი არის ევროპის შავშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 40 კილოგრამამდე წონაში 15 წლამდელ ბიჭებში. მოგლეთ, ახლა გვექნება ჩვენ ორი ბრძოლა, ამ წონაში 52 კილოგრამში და შემდეგ უკვე ჩვეულებრივ გავაგზავნებთ 60 კილოგრამიდან ზემოთ. თორნიკე სიმონიშვილი თბილისში და გიორგი გურგენიძე ზესტაფონი. რეფერი მირზა ხურციძე, ქუთაისი. პირველი რაუნდი. უფრო მაღალია გაცილებით, გიორგი გურგენიძე, თუმცა სამაგერებს სიმონიშვილი არის საქართველოს შავშანდელი ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი. მოარტყა თორნიკე. სიმონიშვილი შეეცდება, ახლა ბრძოლაში შესვლა სოშუალიდან ვერ მიწდება უბრალოდ მეტოქის, რომელიც მას ერთი თავით მაღალია. და ახლა პირველი შეტევა ჰქონდა გურგენიძეს, პროფესიულ მიწვდა ის მარცხენა ხელით მეტოქეს. თამაში მოარტყა სიმონიშვილმა, შემდეგ კარგად დაიხია უკან და ისე გაუმიზნა ორჯერ თამაში. საერთო უპირატესობა აქვს, თუმცა სიმონიშვილი ძირითადად დაცვაში არის გიორგი გურგენიძე. და
და ესეთი შეტევა ჰქონდა, რომელიც ხამარშიც მოარტყა, შემდეგ სახეში და ანგარიში გაუსვნა მირზა ხურციძემ გიორგი გურგენიძეს. პირველ რაუნდს იგებს თორნიკე სიმონიშვილი. უიგო პირველი რაუნდი თბილისელმა მოკრივე 10 თვე იყო სამსაჯთან ვიდიც თემისად საგზნობი უპირატესობა ჰქონდა თორნიკე სიმონიშვილს. ზესტაფონელები აქ 4 მედალი ექნებათ, გოგონებში ექნებათ 2 ბრინჯაოს მედალი ზესტაფონელებს, ერთი და იმავე ზონაში ინა მდინარაძე და მარიტა გაგოშიძე. ყავთ აი ეს ბიჭი გიორგი გურგენიძე და ყავთ ასევე მძიმე წონასანი ნახევარფინალში ლუკა გიორგაძე. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი 4 მედლით დაასრულებენ საქართველოს ჩემპიონატს. მეორე რაუნდი ხა მარჯვენა ისევ სიმონიშვილმა შემდეგ კარგად დაიხია უკან. მუდმივად ბაგირებთან არის თავდასხმაშია მუდმივად გიორგი გურგენიძე. ამდახან ახერხებს ხოლმე წარმატებულად გამოსვლას თული სიტუაციიდან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თორნიკე სიმონიშვილის დარტყმები შედეგიანია. აქაც მეორე ნოკდაუნი. გაგრძელებინა ბრძოლა, თორნიკე სიმონიშვილი გავიდა ფინალში, ბრინჯაოს მედალს მიიღებს ზესტაფონელი გიორგი გურგენიძე. და ეს იქნება ზესტაფონელებისთვის მესამე ბრინჯაოს მედალი. და თბილისელებს ყავთ უკვე მეოთხე ფინალისტი. მეორე წვლილი ასეთია, გიორგი კენკებაშვილი, გურჯაანი, შავშანდელი. შავშანში მოკლედ გიორგი კენკებაშვილი და გიორგი ტყაბლაძე ბიჭებში 36 კილოგრამის ფინალში, მაშინ გაიმარჯვა ტყაბლაძემ. ეხლა ხდებიან უკვე ჭაბუკთა ზედა საკომპლექტო კატეგორიაში და ცოტა უფრო მძიმე წონაში 52 კილოგრამამდე.
საქართველოს ჩემპიონატი 17 წლამდელებში ვიწყებთ ბიჭების ფინალს და პირველი ბრძოლა იქნება 52 კილოგრამში თორნიკე სიმონიშვილი თბილისი და გიორგი ტყაბლაძე ქუთაისი. ორივე საქართველოს შარშანდელი ჩემპიონია ქვედა ასაკში ბიჭებში. ოღონდ ტყაბლაძე 36 კილოგრამში ჩემპიონი და სიმონიშვილი 40 კილოში. ამის შემდეგ სიმონიშვილი თორნიკე გახდა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 40 კილოგრამში და რაც შეეხება ლევანდოვის ჩემპიონატს უშინ სიმონიშვილმა დაამარცხა მეორე რაუნდში ზესტაფონელი გიორგი ბურგენიძე და ტყაბლაძემ მოუგო გურჯაანელ გიორგი კენკებაშვილი და ბურგენიძე იქნებიან აქ ბრინჯაოს პრიზიორები. რეფერი რინგზე იქნება ახალქალაქელი აღმენ გრიგორიანი. პირველი ფინალი ჭაბუკებში სიმონიშვილი ბურგენიძე თბილისი ქუთაისი თბილისი აქ 7 ფინალისტი ყავს ქუთაისი 5 საკუთრივ თბილისი ქუთაისი დაპირისპირება ფინალში იქნება 2 ერთი ეს სიმონიშვილი ტყაბლაძე და მეორე 70 კილოგრამში საბა ნატიანი და ნიკოლოზ ახალაური. პირველი რაუნდი აქ ერთი სუფთა თბილისური ფინალიც გვექნება 57 კილოში მათე ვოლოშინი და დავით ალიხანაშვილი. საინტერესო ტემპიანი ესეთი ოქროი ბრძოლა გაჩაღდა. მოატყეს მარცხენა ხუპი სიმონიშვილმა, შემდეგ მარჯვენა შეტევებში ტყაბლაძე იწყებს ხოლმე, მაგრამ კონჩეტევებზე საკმაოდ რაოდენობის ქულები აქვს თორნიკე სიმონიშვილს. შედეგიანი შეტევა თბილისელის. ხო, მას აი ევროპის ჩემპიონატის მედალიც უმაგრებს ზურგს შარშანდელი ქვედა ასაკობრივ კატეგორიაში მოპოვება. ორივე ბიჭებში გამოდიოდა შარშან შესაბამისად ორივე არის 2011 წელს დაბადებული. პირველი რაუნდი დასრულდა, პირველი რაუნდი მოიგო სიმონიშვილმა. რაუნდიკო სიმონიშვილის შეტევით დაიწყო, კონდამა შედეგიანი სერია. ახაც ასწრებს სიმონიშვილი მეტოქეს თითქმის ყველა ეპიზოდში. შედეგიანი დარტყმა ტყაბლაძის მხრიდან კარგად დაუხდა ქუთაისელი.
მარცხენა თორნიკეს მხრიდან შედეგენ დაკმა ქონდა ეხა მარჯვენა გიორგი წყალბალაძესაც კუთხაში გაისტუმრა რეფერი სიმონიშვილი იმას შეფსovat ფორმა კონსაწესრიგებელი მარჯვენა ხუკი სიმონიშვილის შესრულებით კონჩეტევა ქონდა კარგი წყალბალაძეს გიორგის მიიწურა გომს იცვლის ხოლმე თუ შეამჩნიეთ სიმონიშვილი ეხა მარცხენა დგომი აქვს ასე დაიწყოს თუმცა შუალედში მარჯვენა დგომიც ჰქონდა მეორე რაუნდის დასასრული მეორე ხმები გაისყო ფუთანაბაი რაუნდი იყო ერთი ხმა მიიღო წყალბალაძემ სიმონიშვილი ტექნიკური ბავშვია როგორც ჯორ მანძილზე, ისე ახლო მანძილზე მუშაობს სიმონიშვილი. დაბლაძე ცოტა მაღალია. მაღალია სხვათა შორის კარგი მარცხენა აქვს დამუშავებული მესამე რაუნდში ლურჯი კუთხე უფრო გააქტიურდა მარცხენა ხუკი სიმონიშვილის მხრიდან გააქტიურდა ლურჯი კუთხე რამეთ ორი რაუნდს აგებას საძლებელს საჯებია აი კიდევ ფულიანი დარტყმა აი კიდევ მე მგონია რომ ლურჯი კუთხე უკეთესი იყო მესამე რაუნდში ქუთაისის წარმომადგენელი
ხო, ეს შევსახონები გაიყოფა, მაგრამ საკმარისი უპირატესობა ჰქონდა სიმონიშვილის პირველ რაუნდში, 4 საჭთან მას ორგულიანი უპირატესობა აქვს. როგორც არ უნდა დასრულდეს მესამე რაუნდი, სიმონიშვილი უპირატესობა შეინარჩუნებს. სიმონიშვილი ხდება საქართველოს ჩემპიონი მეოთხე რაუნდშიც, მესამე რაუნდშიც გაიგო ხმები, ერთი ხმა მიიღო თვალაძემ, თუმცა საბოლოო ჯამში ორ საჭთან 29-28 მოიგო სიმონიშვილმა და დანარჩენ სამთან 30-27. მეორე ადგილზე გავიდა გიორგი თვალაძე და მესამე ადგილზე გავიდნენ გიორგი გურგენიძე, ზესტაფონი და გიორგი კენკებაშვილი. ახლა კი გავიდოთ 46 კილოგრამზე. პირველი რაუნდი. მოგესალ შევიდან ვიმიწდება უბრალოდ მეტოქის რომელიც მასე ერთი თავით მაღალია. და ახლა პირველი შეტევა ქონდა გურგენიძეს პროფესიულ მიწვაის მარცხენ. თამაში მოარტყა სიმონიშვილმა, შემდეგ კარგად დაიხია უკან და ისევ დაუმიზნა ორჯერ თამაში. საერთო უპირატესობა აქვს, რა თქმა უნდა, სიმონიშვილის ძირითად დაცვაში არის გიორგი გურგენიძე. და ესეთი შეტევა ქონდა, რომელიც თამაშიც მოარტყა, შემდეგ სახეში და ანგარიში გაუსვნა
მიზა ხუციძემ მოათით რა იყო სამსაჯთან ვიდიც თემობისად საგზნობი უპირატესობა ჰქონდა თორნიკე სიმონიშვილს ახლა მარჯვენა ისევ სიმონიშვილმა შემდეგ მუდმივად თავდასხმაშია მუდმივად გიორგი ურენიძე ამდახან ახებს ხოლმე წარმატებულად გამოსვლას თუმი სიტუაციაზე მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თორნიკე სიმონიშვილის დატყვევები შედეგიანია აქაც მეორე ნოკდაუნი აღარ გააგრძელებს ყაბლაძე ბიჭებში 36 კილოგრამის ფინალში მაშინ გაიმარჯვა ყაბლაძემ ქუთაისი თბილისი აქ 7 ფინალისტი ყავს ქუთაისი პირველი რაუნდი მაცხენა ხუპი სიმონიშვილმა შემდეგ კიდევ შედეგიანი შეტევა თბილისელის 11 წელს დაბადებული პირველი რაუნდი დასრულდა პირველი რაუნდი მოიგო სიმონიშვილმა რაუნდი სიმონიშვილის შეტევით დაიწყო კონდამა შედეგიანი სერია ახაც ასწრებს სიმონიშვილი მეტოქეს თითქმის ყველა ეპიზოდში კიდევ ერთი მარცხენა მარჯვენა ხუკი სიმონიშვილის შესრულებით დაბლაძე ცოტა მაღალია მარცხენა ხუკი სიმონიშვილის მხრიდან კიდევ ფულიანი დარტყმა თორნიკე სიმონიშვილი ხდება საქართველოს ჩემპიონი მეოთხე რაუნდშიც, მესამე რაუნდშიც გაიგო ხმები, ერთი ხმა მიიღო ყაბლაძემ, თუმცა საბოლოო ჯამში ტყუილსაჯთან 29-28 მოიგო სიმონიშვილმა და დანარჩენ სამთან 30-27. Კორმა 17 წლამდე მოკრებეთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა 300 მონაწილეიდან ჩემპიონ პრიზიორები ვაჟთა შორის 14, ხოლო გოგონათა შორის 7 წონით კატეგორიაში გამოვლიდნენ. ამ შედეგებით დაკომპლექტდება ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე და ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. სურა ქალაქ გორში ჭაბუკთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელიც მიმდინარეობდა 5 დღის მანძილზე, ყველა მოკიდვეს, ვინც გახდა პრიზიორი, მიეცემა შანსი იმის, რომ კიდევ გამოიჩინოს თავისი თავი და შეძლოს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა.